მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მარიამოს პოდკასტს. პირველ რიგში გეტყვით, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი. დღეს ჩემი სტუმარი არის გვანცა ჯობავა. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ვისაუბროთ პოლ ლინჩის წიგნზე, მისნის სიმღერა, რომელიც ზაზა ჭილაძემ თარგმნა. და გვანცა, შენ ხარ ამ წიგნის გამოცემის პროექტის ავტორი და ჩემი პირველი კითხვა იქნება, დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, რატომ გადაწყვეტე, რომ ეს წიგნი თანამედროვე საქართველოში, თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის იქნებოდა საინტერესო და აქტუალური. მიესალმები შენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურებ შენს vlogs და მიხარია რომ აქ სტუმრად ვარ და მიხარია განსაკუთრებით რომ შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა პოლ ლინჩის მისნის სიმღერა, რომელიც პირველად წარუადგინეთ თბილისის წიგნის ბაზრობაზე აპრილში და მას შემდეგ უკვე წიგნის მაღაზიებშიც არის ხელმისაწვდომი. თავდაპირველად ვიტყვი იმის შესახებ, რომ ამ წიგნით ჩვენ დავიწყეთ გამოცობა ინტელექტმა ახალი საგამოცემლო სერია 21 საუკუნის პრემიერებული წიგნები და ამის შესახებ მინდა 2-3 სიტყვით თქვა ამ სერიაზე და მიზეზი და მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტად გავაცნოთ ჩვენს მკითხველს, ქართულ მკითხველს თანამედროვე წერლები, რომლებიც ქმნიან ასე ვთქვათ ამინს მსოფლიოს სალიტერატურო სივრცეში და რომელთა ნამუშევრებით ნაშრომების მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიებით შეირჩა და დაჯილდოვდა დიახ და მათ შორის რა თქმა უნდა ახლა ბუკერის პრემია არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი პრემია, რომელიც წარმატების გარანტია ნებისმიერი მწერლისთვის და ნობელისგან განსხვავებით, რომელიც ესეთი ყველაზე პოპულარული პრემია, ცხადია ბუკერი არის სწორედ ის პრემია, რომელიც მიყვება თანამედროვეობას და აი იმ წელს გამოცემულ წიგნებს განიხილავს და ეს არის სწორედ ჩვენი ინტერესის საგანიც, თუმცა არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ბუკერის პრემიით. ცხადია, ჩვენ გვინდა რომ ასევე კარგად დავაკვირდეთ იმ სხვადასხვა ეროვნულ პრემიებს, რომლებიც აი ვთქვათ გონკური საფრანგეთში და ასე შემდეგ მნიშვნელოვან პრემიებს, რომ შევხედოთ ამ თვალით სხვა ქვეყანაში რა წიგნები გამოირჩევა, რომელი ავტორები გამოირჩევა და რაღაცნაირად სწრაფად ასევე თარგმნოთ და ჩვენი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ლიტერატურის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მწერლებისთვისაც არის მნიშვნელოვანი, რომ აი ეს თანამედროვე პროცესებს თვალსადევნებდნენ და კითხულობდნენ იმას, რაც დღეს სწორედ არის წარმატებული. აი ვიდრე უშუალოდ წიგნის შინაარსზე გადავალთ და ამ წიგნზე დეტალურად ვისაუბრებთ, რადგან ახსენე შენ თანამედროვე ლიტერატურა და აქ გამახსენდა მე წიგნის ბაზრობების მნიშვნელობა და 2 სიტყვით ამაზეც ვთქვათ, იმიტომ რომ დღეს მგონია რომ მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განსამარტი არის რატომ იმართება წიგნის ბაზრობები. აი, როდესაც ჩვენს მწერლებს ვაცნობთ უცხოელ გამომცემლებს, როდესაც ქართული გამომცემლობები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება საინტერესო ახალი წიგნების უფლებები მოიპოვონ და დღეს ბოლო წიგნის ბაზრობები, რაც გაიმართა, ეს იყო მაგალითად პარიზის თუ ლონდონის წიგნის ბაზრობები, ამაზე ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, რომ საქართველოს რა ფორმით იყო წარდგენილი და თითქოს ეს არ იყო არანაირი პრობლემა და აი აქ მინდა განვმარტო ვიდრე უშუალოდ წიგნზე გადავალთ, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თანამედროვე ავტორები, როგორც ქართველები გავიდნენ საზღვრებს გარეთ და ამასთან ერთად უცხოელი ავტორები, თანამედროვე ავტორები ითარგმნენ ქართულად. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივსცემთ ტრადიციას, პატივსცემთ კლასიკურ ლიტერატურას, ჩვენ საგანძურს, მაგრამ ამასთან ერთად აი ამის მნიშვნელობაზეც რო გითხრა. რა თქმა უნდა, ალბათ ამის ყველაზე კარგი ნიმუში იყო ის პროექტი, რომელსაც შენც აშუქებდი თავის დროზე 2018 წელს, როდესაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო იყო საპატიო სტუმარი და აი პრინციპში ესეთი მასშტაბური მუშაობა ამ მიმართულებით, რომ ქართული ლიტერატურის და განსაკუთრებით თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაცია მომხდარიყო, თარგმნა გამოცემა სწორედ აი ამ პროექტის ფარგლებში დავიწყეთ, რაც ცხადია დღემდე გრძელდება, თუმცა საკმაოდ შემჭიდროებული მასშტაბით, იმიტომ რომ მაშინ ბევრად უფრო გახსნილი იყო თანამშრომლობა მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუციებთან, რაც დღეს სამწუხაროდ ასე აღარ არის და შესაბამისად საკმაოდ რთულია მასშტაბური ეროვნული პროექტების განხორციელება, რომელიც მასშტაბურ შედეგებს მოუტანს როგორც ლიტერატურას, ისე მთელ ქვეყანას, როგორც ეს მოხდა 2018 წლის ფრანკფურტის დროს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით საქართველოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ლიტერატურის წარსადგენად, მთავარი რეკომენდაცია მახსოვს ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან იყო ის, რომ
ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიცით, როგორ ამაყობთ თქვენი წარსულით, რამხელა ტრადიციის და რამხელა კულტურის მატარებელი ქვეყანა ხართ, მაგრამ ეცადეთ, რომ თქვენი ეს მთელი პროექტი, მონაწილეობა, პავილიონი არ გადააქციოთ მუზეუმად, არამედ გვაჩვენეთ, რატომ ხართ დღეს საინტერესო ქვეყანა. და ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პრინციპი, რომ იმასთან ერთად, რასაც ჩვენი წარსულიდან, რა თქმა უნდა, და ჩვენი მემკვიდრეობიდან ვაჩვენებდით, აუცილებლად გვეჩვენებინა თანამედროვე საქართველო თავისი ღირებულებებით და იმ ადამიანებით, რომლებიც ამ კულტურას და ლიტერატურას ქმნიან, იმიტომ რომ როგორია დღეს ეს ქვეყანა, მაშინ მასშტაბურად იყო ის თემა ასევე, რომ ჩვენ რატომ ვართ ღირსი, რომ ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, რატომ ვართ ევროპული ღირებულებების ქვეყანა, აი ეს გვეჩვენებინა, ხო? ამას ვაჩვენებთ სწორედ იმ თანამედროვეობით, რომელიც იქმნება, რომელიც იწერება თანამედროვე მწერლების წიგნებში და მწერალი ზოგადად არის ერთგვარად ცხადია ელჩი ნებისმიერი ქვეყნისთვის, თუ კი ის მოახერხებს, რომ გაარღვიოს საზღვრები, ითარგმნოს სხვა ენებზეც და ეს ჩვენი ქვეყნის ეს სატკივარი იქნება თუ რაღაც მთავარი სათქმელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, მიიტანოს ბევრად უფრო ფართო აუდიტორიამდე, ვიდრე მხოლოდ ქართული ენის მკითხველია. აქედან გამომდინარე, საგამომცემლო სფეროში ზოგადად ჩვენი გამომცემლობისთვისაც ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც დღემდე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ცხადია, რომ ქართულმა ლიტერატურამ გაარღვიოს საზღვრები და აქვე რახან ამ თემას შევეხეთ. მე ვახსენებ პრაღის წიგნის ფესტივალს, საიდანაც რომელიც ახლახანს იყო. დიახ, საიდანაც ცოტა ხნის წინ ჩამოვედი და სადაც გაიმართა ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის დასკვნითი ღონისძიება, დაჯილდოება, სადაც აი ამ პრემიის მოკლესიაში მოხვდა ასევე ქართველი მწერალი თეატოფურია, მისი მცირე რომანით, კი ბატონო, მცირე რომანით იაკობის ჭასთან, ბოდიში. და ეს აძლევს უკვე თეას იმის შესაძლებლობას, რომ მისი წიგნი ითარგმნოს სხვა ენებზეც, უკვე იყო დაინტერესება სხვა გამომცემლობებისგან და ასე შემდეგ. ამიტომ თუმცა აქვე ვახსენოთ, რომ 2022 წელს ამ პრემიის გამარჯვებული გახდა ჩვენი ავტორი ივა ფეზუაშვილი მისი წიგნით ბუნკერი, რის შემდეგაც ეს რომანი უკვე ათენაზეა თარგმნილი და გამოცემული. აი ეს უნდა მეთქვა, რომ აი მუდმივად ეს სიახლე მხდება, რომ ივას წიგნი კიდევ ახალ ენაზე ითარგმნა და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს წიგნი ძალიან მიყვარს ივას როგორც მწერალს, როგორც კარგ მეგობარს დიდ პატივს სცემ და მიხარია, როდესაც ქართველი ავტორები გადიან საზღვრებს იმღვან და ახსენეთ თეატოფურია და აი ბუკერის პრემიაზე როდესაც საუბრობდით, მახსოვს რომ ბუკერის პრემიის მოკლესიაში იყო ნინო ხარატიშვილიც. ბევრად დიდ მასშტაბზე ვიქნებოდით გასული, ეს პრობლემა, ეს დაბრკოლება რომ არ არსებობდეს, რომ არ არსებობს, ფაქტობრივად სხვადასხვა აზრზეა დღეს საქართველოს ის მოქალაქეების ძალიან დიდი ჯგუფი, რომელსაც ეროვნული იდეები აქვს, რომელსაც უნდა ქვეყნის განვითარება, ვისაც უნდა ევროპა ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული ღირებულებები და ის ადამიანები, რომლებიც არიან სახელმწიფო ინსტიტუციებში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ეს შეთანხმება ვერ დგება. შესაბამისად, სამწუხაროდ დღეს არ არის პრიორიტეტი ის, რომ თუნდაც ქართული ლიტერატურა იყოს გაიჭრას ევროპულ სივრცეში და თავისუფალ ქართველ მწერლებს ჰქონდეთ ეს დიდი ასპარეზი. ეს პრიორიტეტი არ დგას, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოცემულობა შეიცვლება. იქამდე ჩვენ გვაქვს რთული, გარდამავალი ეტაპი, როდესაც ვცდილობთ, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა ჩვენ არ გავჩერდეთ და არ დავიკარგოთ და არ დაიკარგოს ქართული ლიტერატურა ამ საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც ვფიქრობ, რომ რთულად, მაგრამ ვახერხებთ. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოცემულობა მართლა შეიცვლება მალე და შევძლებთ, რომ გავაკეთოთ იმდენი, რისი შესაძლებლობასა და პოტენციალიც ნამდვილად აქვს ჩვენს სექტორს. და როდესაც დასაწყისშივე ეს კითხვა დავსვი, რომ კონტექსტიდან გამომდინარე, რატომ ფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ წიგნის თარგმნა, გარდა იმისა, რომ ძალიან ცნობილი თანამედროვე ავტორი არის, გარდა იმისა, რომ ბევრი პრიზის ლაურეატი არის, ბევრი ენაზე არის თარგმნილი, ამასთან ერთად მე მგონია, რომ დღეს ჩვენი რეალობა, ჩვენს რეალობას ასე ვთქვათ, იდეალურად ეხმიანება ეს წიგნი და ორიოდე სიტყვით ვთქვათ, რის შესახებ არის პოლინჩის მისნის სიმღერა. ლარი სტეკი არის პროფკავშირების თანამშრომელი, რომელიც მოულოდნელად გაუჩინარდება. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დემოკრატიული ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით, ასე შეგვიძლია ვთქვათ, ავტორიტარულ რეჟიმად და რა სიმპტომები იკვეთება პირველ ეტაპზე და ეს სიმპტომები მე როგორ ხდება ყოველდღიურობა და
როგორ სწავლობენ ამ წიგნის პერსონაჟები ცხოვრებას. Როგორ სწავლობენ ცხოვრებას და ამასთან ერთად როგორ არ ეგუებიან და როგორ ცდილობენ რომ გამოსავალი იპოვონ და ძალიან საინტერესო არის ეს სიმპტომები, რა სიმპტომებზეც ამ წიგნში წერს პოლ ლინჩი. ამის შესახებ რომ გითხრა, რა კავშირს ხედავ დღეს საქართველოს კონტექსტში ამ წიგნთან? ეს კავშირი ალბათ არის გამაოგნებელი, რომელიც არსებობს ამ წიგნში მოთხრობილ ამბავსა და ქართულ რეალობას შორის, მაგრამ პრინციპში როგორც ჩანს და ამ წიგნიდანაც ნახავს მკითხველი, რომ დიქტატურის ეს ხასიათი, ფორმა, სტრუქტურა ძალიან იდენტურია, როგორ მოქმედებს ავტოკრატიული რეჟიმი საზოგადოების წინააღმდეგ და ეს ფორმები იმის შთაბეჭდილებაც კი დაგრჩება ამ წიგნის კითხვის დროს, რომ რაღაც ერთგვარი საერთო გაიდლაინი არსებობს, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა, ვინც ცდილობს, რომ აი მათ ქვეყანაში, სადაც აღმოჩნდნენ მმართველ რგოლში ავტოკრატიული რეჟიმი დაამკვიდრონ. იმიტომ რომ ამ წიგნში ვთქვათ ასევე რომ მოქმედება ირლანდიაში, დუბლინში მიმდინარეობს, დისტოპიური რომანია, იმიტომ რომ ეს არ ასახავს რა თქმა უნდა ირლანდიის რეალობას, თუმცა მწერალი სხვათა შორის ამბობს, რომ გარკვეულწილად უკავშირდება ირლანდიას, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ რაღაც სოციალური რევოლუციის პირას არის მისი ქვეყანა ერთგვარად. და აქ დასაწყისშიც მოდი აქვე ვიტყვი, რომ რაც ყოფილა იგივე იქნება და რაც მომხდარა იგივე მოხდება. შესავალში არის ეს სიტყვები, არაფერია მზის ქვეშ ახალი. ანუ რეალურად კი არის დისტოპია, მაგრამ რაღაც ისტორიის განმეორებაზე მიანიშნებს. დისტოპია არის იმ თვალსაზრისით, რომ გეოგრაფიულად შეიძლება ეს პირდაპირ არ ემთხვევა და ეს ისტორიული მოვლენები დუბლინში ნამდვილად არ ვითარდება, მაგრამ ეს არის უბრალოდ მას აქვს შერჩეული მისი ქვეყანა, თუმცა რეალურად სირიის ომით არის დიდწილად ინსპირირებული და იმ ასე ვთქვათ დევნილების პრობლემებით და გარკვეულწილად იმ გულგრილობით, რომელიც დევნილების მიმართ სხვა ქვეყნებმა გამოიჩინეს. ეს იყო ერთგვარად მთავარი თემა და სხვათა შორის ერთგან წავიკითხე კიდეც ავტორის ინტერვიუში, რომ მისია ეს წიგნი ძალიან ძლიერი ბიძგი იყო, როდესაც მან გაიგო აი ეს ძალიან ცნობილი და მძიმე ამბავი, როდესაც სირიელი ბავშვი გამოირიყა თურქეთში და მაშინ ვიფიქრეო ავტორმა თქვა, რომ როდესაც ამ ამბავს ვისმენდი, რატომ არ განვიცდიდი უფრო მეტად ამას, ვიდრე განვიცადე. და აი ეს ცოტა გულგრილობის ამბავი საზოგადოებაში, აი ამ მედია სივრცე, რომელიც ყოველდღიურად გაწვდის უამრავ ინფორმაციას, რომლის გადამუშავებასაც ვერ ასწრებ და რეალურად თვალს ხუჭავ გარკვეულ მოვლენებზე და ძალიან მძიმე ამბებზე, იმიტომ რომ ემოციებით ცვდება. ემოციებით ცვდება და ეს იყო ერთგვარი მისი მიზანი და მისი ასე ვთქვათ დიდი ბიძგი, საიდანაც დაიწყო ამ წიგნის წერა, იმიტომ რომ როდესაც გამოიცა ეს წიგნი, უკვე დაწყებული იყო უკრაინის ომი, ასევე ისრაელში და ისრაელის და პალესტინის და უთხრეს კიდეც რომ რაღაცნაირი წინასწარმეტყველური წიგნი იყო თითქოს, მაგრამ მისის სიმღერაც სათაური თითქოს ერთგვარი გაფრთხილება თუ წინასწარმეტყველება არის. ზოგადად ეს ამბობს, რომ ეს წიგნიც თვითონ არის წიგნი გაფრთხილება საზოგადოებისთვის, რა შეიძლება მოხდეს, თუმცა მისნის სიმღერა ეს სათაური, რომელიც წიგნის ბოლოსკენ იხსნება, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ რეალურად ეს არის მთავარი არსი, რომ ის ამბობს, რომ მისნის სიმღერა არ არის ახალი, რაც არ ყოფილა, რაც არ არის და რაც არ იქნება. კი, მაგრამ ძალიან საინტერესოა ერთი რამ, რომ აქ რაღაც არმაგედონზე, ქვეყნის აღსასრულზე არის საუბარი თითქოს წიგნის პერსონაჟებს აქვთ ამის და აილიშს, რომელიც არის თავარი ქალი პერსონაჟი, ცოლი მეუღლე, რომელიც ფაქტობრივად თავის თავზე აიღებს იმას, რომ მისი ოჯახი არ ჩამოიშალოს და რაღაცნაირად იბრძვის ამ ოჯახისთვის, მას შემდეგ რაც მის ქმარს გააქრობენ. ეს ქალი ამბობს, რომ თითქოს მისთვის აი ამ ყველაფრით როგორ იშლება სამყარო მის გარეშე, მას ჰქონდა მოლოდინი სამყაროს აღსასრულის, მაგრამ საბოლოო ჯამში
ის ამბობს, რომ ეს თითქოს ქედმაღლური დამოკიდებულებაც კი არის, როცა შენ გგონია, რომ იმის გამო, რაც თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მოვიდა სამყაროს აღსასრული და სინამდვილეში ლოგიკა აქ არის ასეთი, რომ ეს სამყაროს დასასრული სხვადასხვა ადამიანთან, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად მიდის და შენი დასასრული სხვის დასასრულს არ ნიშნავს. და აქ საინტერესო არის უცებ რაც გამახსენდა ამ ქალის ცხოვრებაში ნამდვილად შეიძლება რომ ასე დავხატოთ სურათი და ასევე მოგვითხრობს რომ იმდენად უკუსვლით მიდის მისი ცხოვრება, მისი ქმარი არა დაარჩენს, რამდენიმე შვილი ყავს, მრავალშვილიანი დედა არის, ფაქტობრივად ძალიან მძიმე რეალობაში აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ შეიძლება ქუჩაში გავიდეს და ვიღაც ნაცნობი შეხვდეს, რომელიც ძალიან მხიარულად მოიკითხავს ოჯახს და ეს პარალელური რეალობა, რომ მისი ცხოვრება აღსასრული არის და ვიღაცის ცხოვრება ჩვეულებრივი ტემპით რაღაც პარტიის გულზე პარტიის რაღაცა ემბლემით გრძელდება და მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, აი ეს პარალელური რეალობა დგას და რეალურად ავტორიტარულ რეჟიმებშიც ხომ ასე არის, რომ ის ვინც ხმას იღებს, ის ვინც უპირისპირდება, მისთვის არის აღსასრული და ის ვინც პარტიას ემსახურება, მათთვის შეიძლება რომ რაღაცა ხეირიც კი იყოს, მატერიალური და არა ბევრნაირი ხეირი შეიძლება იყოს კი და არის კი ნამდვილად ძალიან ძაფრად ეს მომენტი, როდესაც მისი ნათესავებიც კი მისთვის ახლობელი ადამიანები ცდილობენ რომ საერთოდ არ შეიმჩნიონ, არ შეეხონ ამ თემას და მოდი გავერთოთ, მოდი ვიმხიაროთ იქ ერთი ეპიზოდი, როდესაც ქორწილში მიდის და არავის არ უნდა რომ მოიკითხოს მისი ქმარი, რომელიც აი ასე ერთ სამოწმენდილზე ერთ დღეს გაქრა. და ციხეშიც კი ვერ ანუ არ იცის ამ ქალმა მისი ქმარი საერთოდ ცოცხალია თუ არა და ერთ-ერთი ეპიზოდია, როდესაც მეორე ქალი, რომელიც მათი მეგობარი, რომლის ქმარიც ასევე გაქრა, ხო, ესენი საუბრობენ, რომ ჩვენ ხომ სინამდვილეში ვიცით, რომ ჩვენი ქმრები ცოცხლები აღარ არიან. და აქ დგას ერთი საკითხი, რომ ცოცხალი შეიძლება არის კიდეც, მაგრამ მათთვის უკვე აღარ არიან ცოცხლები და ეს ქმრები, მათთვის ძვირფასი ადამიანები რჩებიან მათ სიზმრებში და ასე გრძელდება მათი ურთიერთობა. სხვა შორის შემდეგ უკვე მისი უფროსი შვილიც ასევე უჩინარდება, იმიტომ რომ მისი უფროსი შვილი, სავარაუდოდ როგორც წიგნიდან ხვდებით, ცდილობს რომ შეეწინააღმდეგოს რეჟიმს იმ პროცესებს. საპროტესტო აქციებში არის ჩართული აქტიურად და მე ვხედავთ ამასაც, რომ მისი შვილიც ერთ დღეს უბრალოდ ასევე გაქრება. აი, როდესაც ადამიანების გაქრობაზე ვსაუბრობთ, ამას წინათ ბელარუსის მაგალითზე რაღაც თემა მოვამზადე და იქ იყო სწორედ ეს მაგალითები, როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აქრობდნენ, დღემდე არ იციან 10 წლის წინ გამქრალი პოლიტიკოსები სად არიან და ეს ავტორიტარულ რეჟიმებზე როდესაც ვსაუბრობთ, ცოცხალი ასეთი მაგალითებიც გვაქვს. ამასთან ერთად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო აი თავიდან რო გავყვეთ, როგორ შემოდის ეს რეჟიმი, როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ მე კანონი მიცავს. როგორ შეიძლება კანონით ეს მოხდეს? მე ხომ შემიძლია რომ დავიცვა საკუთარი თავი, მაგრამ ეს ისე უფერულდება, ეს ისე უფასურდება, რომ მათ რეალურად არანაირი ბერკეტი არ აქვთ და შემდეგ როგორ შემოდის კიდევ სხვა სიმპტომები, ხო, როდესაც მაგალითად ეუბნებიან, რომ შენ არასაიმედო ადამიანი ხარ, ვინაიდან შენი ქმარი იყო პროფკავშირების წევრი და ის დაკავებული არის. აი ეს მეთოდები, მიდგომები, როგორ ელვისებურად ერთმანეთს ემატება და ფაქტობრივად არანაირი რესურსი არ აქვთ იმისაც კი, რომ ქვეყნიდან გაიქცნენ ეს ადამიანები. კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს წიგნი სადაც იწყება იმ სიუჟეტით, როდესაც აილიში ეს ქალი არის სახლში და მის კარზე აკაკუნებენ პოლიციელები. ეს ძალიან საინტერესოც არის და ჩვენთვის არ არის სამწუხაროდ უკვე უცხო სცენა, როდესაც სრულიად მოულოდნელად, იმიტომ რომ ვერც კი ხვდება რა საქმე შეიძლება ჰქონდეს პოლიციას ან მის ოჯახთან, ან მის ქმართან, რომელიც კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, მასწავლებლების პროფკავშირების ხელმძღვანელი უბრალოდ არის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი აზრი, თავისი პოზიცია, მაგრამ არ არის არაფერში ჩართული არანაირ კრიმინალურ საქმეში, ან თუნდაც ესე ცნობილ გადატრიალების სცენებში, რომელსაც დღესაც ხშირად ვიგებთ ხოლმე. და ესე აკითხავენ და კითხულობენ, სად არის მისი ქმარი,
და უტოვებენ რაღაც ისეთ მესიჯს, რომ რაღაც არ არის კარგად, ხო? ეს სცენა, საიდანაც ეს წიგნი იწყება, გვაფიქრებინებს იმას, რომ პრინციპში ეს ამბავი იწყება იქიდან, სადაც ვართ დღეს ჩვენ, სადაც დღეს ჩვენი ქვეყანა. თუმცა რა თქმა უნდა, ამის უკან იქამდე სანამ ეს ყველაფერი ამ ზომამდე მივიდა, იყო გარკვეული პროცესები, სადაც აი სწორედ დგება საზოგადოების პასუხისმგებლობის, სიფხიზლის საკითხი, როდესაც არის რაღაცა ჯგუფი ადამიანები. ძალიან კონკრეტულად მიუდგებია. კი, არის ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ალბათ დასაწყისიდანვე რეაგირებენ ამ ფაქტებზე, რასაც ხედავენ მათ გარშემო, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი გულგრილი აღმოჩნდება, ზედაპირული აღმოჩნდება ამ მოვლენების მიმართ და შემდეგ უკვე ისე ელვისის სწრაფით ვითარდება ეს ყველაფერი, რომ ეს კანონი დღეს არ გადაუწყვეტია რეჟიმს, რომ კანონი გაექრო ხო ქვეყნიდან. ეს რაღაც პროცესმა ეტაპობრივად მოიტანა, მაგრამ აი ეს არის უკვე ის მომენტი, როდესაც სამწუხაროდ ის ნაწილი გამორჩა საზოგადოების დიდ ნაწილს, როგორც ჩანს და ახლა უწევთ ამ ყველაფერთან პირისპირ დარჩენა მარტო. პრინციპში ჩვენი რეალობა, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ ძალიან ბევრი მოვლენა გამოგვრჩა, ძალიან ბევრ რამეს გულგრილადაც მოვეკიდეთ, თვალიც დავხუჭეთ და შემდეგ მივედით მოცემულობიდან, სადაც, რა ვიცი, ალბათ უკვე ან ხევში ვარდები, პირდაპირ იჩეხები, ან რჩები ადგილზე იბრძვი და ცდილობ, რომ წინააღმდეგობა გაუწიო, ხო? აი ამის შემდეგ უკვე ხედავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც მართლა ძალიან ნაცნობია, თუნდაც აი აილიშის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ქმარი რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო და აქ საინტერესო აი არასაიმედო ადამიანი ვახსენდა, მისი მეუღლე რადგან დაპატიმრებული არის და ნუ ასე არის ცნობილი აილიშისთვისაც და არასაიმედო ადამიანად არის მოხსენიებული, ავტომატურად მისი მეუღლე და ოჯახის წევრიც არის არასაიმედო ადამიანი. ეს რა თქმა უნდა მტრის ეგრეთ წოდებული მტრის ხატის შექმნა ჩვენ ეს საბჭოთა რეალობიდანაც ხომ კარგად გვახსოვს, რომ როდესაც ძალიან იდენტურად რა თქმა უნდა, როდესაც გადაასახლებდნენ ქმარს მაგალითად ოჯახიდან, ის ოჯახიც მერე მოკვეთილი იყო და მახსოვს კიდეც ხო ძალიან ბევრი შემთხვევა, მაგალითად მიხეილ ჯავახიშვილის ოჯახის შემთხვევა, როდესაც სახლიდანაც კი საკუთარ სახლში გახდნენ მდგმურები. ხო ვიცით ეს ისტორია, სხვას გადასცეს მათი და ამ ოჯახმა უბრალოდ ერთ ოთახში შეიფარა. თუმცა მე მახსოვს ჩვენ შევხვდით მის ქალიშვილს, მე და ზვიად კვარაცხელია, სანამ ის ცოცხალი იყო, როცა იყვებოდა, რომ საჭმლის მიწოდებაც კი ახლობლებს ეშინოდათ, იმიტომ რომ საშიში იყო ასეთ ოჯახთან ზოგადად ურთიერთობა და ანუ რჩება ოჯახი სრულიად გარიყული საზოგადოებისგან და ამას ვხედავ ჩვენ აქ, იმიტომ რომ აილიშიც უკვე არასასურველია მის სამსახურში, არა კეთილსაიმედოა ეს ადამიანი და მას უბრალოდ უშვებენ სამსახურიდან და ეს სამსახურიდან გაშვების ეს მოულოდნელი თემა ხო რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოებისთვისაც მართლა მიჭირს და ამის გააზრება რომ დღეს ვართ ამ მოცემულობაში, მაგრამ ფაქტები ასე მეტყველებს, რომ თუნდაც ის რომ აი სახლში ბავშვებიან სახლში ორსულ ქალს, რაც ცოტა ხნის წინ ნახეთ, პოლიცია შეიძლება ესე მოულოდნელად სრულიად გაუგებრად მიადგეს სახლში და დაუწყოს ჩხერეკვა და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ყველა დეტალი სამწუხაროდ აი ესე იდენტურად არის აღწერილი ამ წიგნში. და საინტერესო არის ერთი რა არის რეალობა და მეორეს მხრივ ეს რეალობა რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უყალიბებს ადამიანს. რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეიძლება აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში გამახსენდა, როდესაც მას ესიზმრება თუ ეზმანება, რომ მის საძინებელში არის პოლიციის თანამშრომელი. გახსოვს ეს მომენტი და ყელში თითქოს ხელს კიდებს. ანუ ეს კიდე რამდენად დამამძიმებელი გარემო არის და რეალურად რეალობა უმძიმესი და მისი წარმოსახვა კიდევ უფრო ართულებს მის ცხოვრებას, ხომ? და ამასთან ერთად მოდი ვისაუბროთ შიშის ფაქტორზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის შიშის მომენტი, რომელსაც ერთის მხრივ თითქოს თავიდან ძალიან შეშინებული არის აილიში, თუნდაც პირველივე ეპიზოდზე, როდესაც ქმარს ეუბნება, რომ დღესვე დარეკე, გაარკვიე, რა არის, რა უნდოდათ და შემდეგ თითქოს ეჩვევა და ლახავს ამ შიშის მომენტს და იბრძვის, რომ რაღაცნაირად იქნებ იპოვოს საკუთარი ქმარი. იცი რა, ეს გადალახვა თან რაღაცნაირად მგონია, რომ არაღიარების მომენტსაც უკავშირდება რაღაცნაირად. თითქოს აილიშს არ უნდა, რომ მიიღოს ის მოცემულობა, რომელიც
მის ოჯახს დაატყდა თავს, რაც მის ქალაქშია, მის ქვეყანაშია და თითქოს აი ეს თემაც არის, რომ რაღაცნაირად სხვა მოცემულობა მიიღოს, აი არ აღიაროს მოკლედ. იმიტომ რომ რთულია ამ ყველაფრის მიღება და ჩვენს თავზეც ძალიან კარგად გვაქვს გამოცდილი, რომ ეს მიიღო როგორც მოცემულობა, რომ ეს რეალობაა, ძალიან მძიმე თემაა. თუმცა მას ოჯახი ყავს, მას შვილები ყავს და ერთგვარი ალბათ ეს რა თქმა უნდა სიძლიერე ძალას აძლევს დედას ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ მასზეა ეხა უკვე ყველაფერი დამოკიდებული და ეს წიგნი ამ თვალსაზრისით ჩვენ ანდრეს ვსაუბრობდით ამაზე, რომ ძალიან გავს ფოლკნერის რაღაცით გავს ყოველ შემთხვევაში ფოლკნერის წიგნს სული რომ მომდიოდა და ასევე მე მიყვარს ძალიან ეს წიგნი ხალით ხალიფას სიკვდილი ძიმე შრომა. ეს წიგნი არ ვიცი. ხო, ფაქტობრივად აი ძალიან გავს სიუჟეტით, სხვადასხვანაირად არის რა თქმა უნდა ყველაფერი, მაგრამ აი ეს ოჯახის გამთლიანების თემა, რომ ქალი რომელიც საკუთარ თავზე იღებს რაღაცნაირად შუაში რომ ჩადგეს და გაამთლიანოს ეს ოჯახი, აი რაღაცნაირად თითქოს არის ეს მსგავსება და ბმა ამ ყველაფერთან და ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით ამ ქალის ქცევაც და ეს ბავშვების გაუცხოებათან გაუცხოება. თავდაპირველად დედას აბრალებენ და არ ჯერათ რომ მამა ასე გაუჩინარდა და გონიათ რომ დედა გაშორდა და მას არ ეუბნება და თითოეულ შვილს ფაქტობრივად სხვადასხვა პრობლემები წამოყობს თავს, როდესაც აი ამგვარი რეალობა დადგება, ხო? ვიღაცას ტელეფონში რომ ძალადობრივ ვიდეოებს უყურებს, ნუ ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს თავს. რა თქმა უნდა და ასევე სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ მათ, ხო? უფროს შვილს ბრძოლა უნდა, მას რაღაცა თავისი წრე ყავს, რომელთანაც ხაზზე გადის, კონტაქტზე გადის და რაღაც თავის გზას ირჩევს, რომელიც არ ვიცით სადამდე მიდის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ქრება, მაგრამ არის თქვა ქალიშვილი, რომელსაც უნდა რომ გაიქცეს ამ ქვეყნიდან, ხო? და დედა ვერ ხვდება, რომ ჩვენ რო ახლა ამ ქვეყნიდან წავიდეთ, მამა რომ დაბრუნდება, რას ვეუბნებით, ხო? იმიტომ რომ ეს მოლოდინი, რომ მაინც ის შეიძლება დაბრუნდეს, არსებობს, მაგრამ ხო, აი ეს რღვევა სწორედ ამაში ჩანს, ოჯახის რღვევა, რომ ყველა რაღაცნაირად თავის გზას ეძებს ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არ არის ადამიანისთვის ნორმალური მდგომარეობა, როგორ შეიძლება იყოს ნორმალური მდგომარეობა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება და ყოფნა. და ერთგვარად იმდენად ის არის ამ წიგნს არ აქვს აბზაცები, ძალიან შეგნებულად, როგორც ავტორი ხსნის, იმიტომ რომ რაღაცნაირად დიალოგები არ არის დაყოფილი, შემხუთველი ტექსტია და ავტორმა თქვა, რომ აქ ცარიელის სივრცის ადგილი კლაუსტროფობიული არ არის, ხო, იმიტომ რომ ამ მოუსუნთქავად უნდა წაიკითხო ეს მთელი ეს ტექსტი, რომელიც ასე შემოდის და საინტერესოა ასევე ის თემაც, რომ აი უიმედო წიგნია თუ იმედიანი წიგნია. ჩემთვის მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რთული აი ამ სიბნელეში რაღაც სინათლის მარცვალი იპოვო, მაინც მგონია რომ არსებობს რაღაც იმედი ამ წიგნში და ასევე რა არის წიგნი გაფრთხილება, რასაც ამბობს ავტორი. ამ მხრივ არის საინტერესო, რომ ის ადამიანები, რომლებიც წაიკითხავენ და მაგალითად ჩვენ, რომლებიც წავიკითხავთ, გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვართ სადღაც შუაში ამ წიგნის. და ძალიან ბევრი რამე არის ჩვენზე დამოკიდებული. ანუ ეს გამოცდილება სამყაროში არსებობს. ისტორია ხშირად ბრუნდება, როგორც თვითონ ავტორი ამბობს, არა ერთ და იგივე ქვეყანას, ანუ დღეს შემთან მოდის, ხვალ შენთან მოდის და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ამ ისტორიიდან, ამ გამოცდილებიდან ჩვენ რას ვსწავლობთ, რომ აი შუაში რომ მივედით, იმის მერე ჩვენი გზა როგორ წარიმართოს, გარკვეულწილად არის რა თქმა უნდა ჩვენს მოქმედებებზე დამოკიდებული ადამიანების და საზოგადოების გამოფხიზლებაზე და წინააღმდეგობის უნარზე, იმიტომ რომ ეს აპოკალიფსი, რაც ამ წიგნში არის, გვაჩვენებს ყველაზე უარეს ვერსიას, ხო, სადამდე შეიძლება მივიდეს სამყარო. მაგალითად, როგორც არის ადარებენ კიდეც ორუელის 84-ს, თუმცა ავტორს თლათ მე როგორც ვნახეთ, დიდად არ მიაჩნია, ასევე მხევრის წიგნსაც ადარებენ ამ წიგნს, იმიტომ რომ რეალურად ხო ეს არის. ამას გვაჩვენებს სადამდე შეიძლება მივიდეს დიქტატურა, თუ კი საზოგადოება ვერ შეძლებს რომ ეს დიქტატურა მაგრამ მხევრის წიგნი უფრო მეტად არის ეს ემოციურად დისტოპიური
მეწიგნე და აქ თითქოს აი ეხლა აქ ამ წუთში შეიძლება ჩვენ რო ვართ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ ისედაც ეს პერსონაჟები დღეს აქ ცხოვრობენ და აქ ემართებათ. თითქოს აი ეს პარალელური რეალობაც რო თან ცხოვრება მიედინება თავისი ტემპით და თან ამ პერსონაჟებს თავზე იქცევათ მთელი ცხოვრება, ესეც უფრო რაღაც არა კლასიკურ დისტოპიას, არამედ უფრო რეალისტურ ტექსტად მე ესე წავიკითხე ყოველ ძალიან თანამედროვეა, კი, ძალიან თანამედროვეა და თუმცა ხო ჩვენ არ გვიცხოვრია სხვა დიქტატურებში, მათ შორის ახლა საბჭოთა რეჟიმი, მაგრამ ვიცით ხო, ეს ამბები ვიცით და ვიცით ადამიანური განცდებიც მათ შორის, მაგრამ ხო ეს არის მაგ თვალსაზრისით საინტერესო, რომ ავტორისთვის აქ წინა პლანზე არ დგას ვიღაც ისტორიული პერსონაჟი და ეს ერთი ოჯახის პერსპექტივიდან ერთი ოჯახის, ბევრი სხვა ოჯახიც იყო დარწმუნებული ვართ, რა თქმა უნდა, იგივე მდგომარეობაში, მაგრამ ხო ერთი ოჯახის ფონით გვაჩვენებს რეალურ მდგომარეობას და ასევე მისი საძიებელი არის სწორედ ადამიანი და ადამიანის მდგომარეობა აი ამ დიდ სურათში, იმიტომ რომ რეალურად ხო ეს არის რომ ისტორიული პროცესები, პოლიტიკური პროცესები როცა მიმდინარეობს, ეს ძალიან დიდი სურათია და საბოლოო ჯამში შეიძლება ისე მოხდეს რომ აქაც წერია ბოლოსკენ სადღაც რომ მედიისთვის შეიძლება ეს ორი წინადადება იყოს. ან საერთაშორისო მედიამ რო შენი ამბავი გააშუქო, შენი ქვეყნის ამბავი შეიძლება მოხდეს ორი წინადადებაში და საერთოდ არ რჩება იქ ადგილი ადამიანებისთვის. და ავტორისთვის იყო პირიქით აი ამ დღევანდელ რეალობაში, სადაც მართლა წამოეწია მას წიგნის წერის პროცესში უკრაინის ომი და პალესტინა-ისრაელის ომი, მისი მთავარი μიზანი იყო, რომ ეჩვენებინა არა ვიღაც პოლიტიკოსები, არა რეჟიმი, არამედ ადამიანის მდგომარეობა აი ამ გარემოში. რაც ვფიქრობ, რომ ხომ წერლის თვითონ მედიის როლიც საინტერესო არის, ისე უცებ რაც გამახსენდა, ეს ამბავია, როდესაც ახალი მომხდარი არის, საერთაშორისო მედიაში აჩვენებენ და მათ ადგილობრივ მედიაში ამაზე არაფერს არ ამბობენ და ეს ძალიან მენიშნა, ხო. რადიოს ეძებს, რომ შეძლოს რომ უყუროს, მოусმინოს უცხოურ ამბებს, იმიტომ რომ ჩვენ აქ ადგილობრივ პროპაგანდისტული მედიიდან ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივიღებთ, სიმართლეს ვერ გავიგებთ და საკუთარი ქვეყნის ამბავს იგებს უცხოური მედიის საშუალებით. ამას ცდილობს და ამისთვის გადმოაქვს ეს სადღაც ხვენში პოულობს ძველ რადიოს და სხვა შორის ეგეც ძალიან სიმბოლური ამბავია, რომ სიშვილები ეუბნებიან ამაზე, რომ ანუ ეხლა ყველაფერი ძველი დაბრუნდება უკან, ანუ რა ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, რა თუ რადიოს უნდა ვუსმინოთ უკვე, ხელით უნდა გავრეცხოთ სარეცხი და ეს ცხოვრების პირობების გაუარესება არა, გაქრობა საერთოდ, ანუ რაც არის ხო, თანამედროვე სამყაროს მონაპოვარი რაღაც უფრო უკეთეს პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, რაც ჩვენც გამოვიარეთ ჩვენს თავზე. პრინციპში ეს დღეს კი ვართ შუაში, მაგრამ რეალურად ის მეორე ნაწილი ჩვენ 90-იან წლებში ძალიან თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავლილი გვაქვს. ხო, ეს ომის თემა, რაღაცა სამოქალაქო დაპირისპირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რეალურად ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, ეს ჩვენთვის ამ წიგნის გარეშეც უნდა იყოს გასაგები, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ არის და ამიტომ გვინდოდა პირველი კითხვა პრინციპში შენი რაც იყო, ამიტომ გვინდოდა რა თქმა უნდა ძალიან ამ წიგნის გამოცემა, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ლიტერატურა წესით ძალიან უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს გააცნობიერონ, მათ შორის ის საფრთხეები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ და ასეთი ლიტერატურა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ რაღაცნაირად ბევრად უფრო კარგი სამყარო ავაშენოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა. ლიტერატურის დრო ამას მე მგონი ყველა პოდკასტში ვიძახი, რომ ყოველთვის არის და ლიტერატურა შე როგორც თქვი, შეიძლება იყოს რაღაც ერთგვარი მაშველი რგოლი, რომ დავინახოთ საფრთხეები, ან მასთან ბრძოლის მეთოდები ამოვიკითხოთ და თუნდაც ეს მთავარი პერსონაჟი აილიში, რომელიც მთხრობელი არის, როგორ ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, როგორ ახერხებს, რომ მოიკრიბოს ძალა და არ დანებდეს და თუნდაც თავის შვილებისთვის ქმრის მოლოდინში გააგრძელოს ცხოვრება და დაუპირისპირდეს
იმ რეალობას, რასაც ავტორიტარული რეჟიმი ქვია და რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ძალიან სწრაფი ტემპით მყარდება ამ წიგნში. და გავერკვეთ იმ ტყუილებში, რომელსაც ესე გვთავაზობენ, იმიტომ რომ აქ არის ნათქვამი, რომ რაღაცა სიტყვი ინფორმაციას გაუშვებ და მე უკვე ტყუილ მართალი ირევა ერთმანეთში და ძალიან რთული ხდება ამის გარჩევა. რა არის სიმართლე, სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი, მთავარია ითქვას რაღაც სიტყვა და მე ხო ეს მტკიცების რეჟიმში სხვას უწევს ხო გადასვლა, რომ ამტკიცოს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ხო აი მე ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალურად არის ეს მოვლენები, რაც დაკვირვებით უნდა ასახული, რაც დაკვირვებით უნდა წაიკითხოს მკითხველმა, მათ შორის სრულიად გასაოცარია, როცა აგენტებზე იწყება ლაპარაკი, ხო, როცა ადამიანებს უწოდებენ აგენტებს, ვინც ოდნავ მაინც დაკვირვებული თვალით უყურებს აი ამ პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ალბათ ამ წიგნს რომ წაიკითხავს, დარჩება ის შტაბ-ეჭდილება, რომ უბრალოდ საქართველოსზე წერს, იმიტომ რომ ჩვენი ამბავია და მძიმე ამბავია, თუმცა ჩვენი ამბავი არ არის, ჩვენი ამბავი არის შუაში. მადლობა გვანცა, პოლ ლინჩის მისნის სიმღერა, დღევანდელი ეპიზოდის მთავარი რჩევა არის და კიდევ ხომ არ გვირჩევ, აი თქვენ გაქვთ სერია დიქტატურაზე, მაგალითად, თუნდაც ამ სერიიდან რამდენიმე წიგნს, რადგან ამ თემატიკაზე ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმებზე, ამ პოდკასტების მიზანიც ეს არის, რომ რჩევები გავცეთ ხოლმე და ვურჩიოთ კიდევ რამდენიმე წიგნი. კი ბატონო, მე პრინციპში ბოლოს გამოცემული წიგნებიდან ვახსენებდი სოლჟენიცინის არქიპელაგ გულაგს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ისტორიული მნიშვნელობის იყო ამ წიგნის გამოცემა, უცნაურიც იყო, რომ არ ყოფილა არასდროს ქართულ ენაზე თარგმნილი და ეს არის პირველი ტომი, მაგრამ ძალიან დიდი ტომი, დაახლოებით 1000 გვერდია და იქნება მეორე და მესამე გამოცემა, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ და ვსაუბრობთ იმაზე, რა არის დროული ჩვენი საზოგადოებისთვის, არ არის რა თქმა უნდა იოლი წასაკითხი, როდესაც შენ სამ განცდებში ხარ, შენს გარშემოცეს ხდება და ამაზე კითხულობ შემდეგ ლიტერატურას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ ეს კიდევ ერთხელ გვეხმარება ეს ყველაფერი გავიაზროთ, რომ ახლა და აქ და ახლა მომენტში არ დავკარგოთ საკუთარი ფუნქცია და არ დავკარგოთ მომავალი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ხო? კი ბატონო, და ეს არის აკრძალული წიგნების თაროდან, ეს წიგნი აკრძალული წიგნების თაროს ფარგლებში გამოვიდა, მაგრამ ალბათ ასევე აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რომელიც სხვათა შორის ძალიან აქტიურად კითხულობს მკითხველი ამ დღეებში, ამ პერიოდში, ეს არის ლიოსას ვაცის ნადიმი და ორუელის დროც დადგა. მარია რესა, რა თქმა უნდა, მარია რესას ძალიან როგორც დავამარცხოთ დიქტატორი, ძალიან დაინტერესებულია მკითხველი. ეს კიდე სხვა თემაა, დიქტატურაზეა საუბარი, მაგრამ ის მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც დღეს ასევე ჩვენთვის აყურადღება უნდა იყოს, ტექნოლოგიები, ინტერნეტი და ასე შემდეგ. ტროლები, ბოტები. ეს ფაქტობრივად დიქტატორების ხელში ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური იარაღი, რითაც ისინი მართავენ საზოგადოებას, რითაც ისინი ურეცხავენ ტვინებს, სამწუხაროდ ადამიანებს და ეს ტროლების და ბოტების სისტემა როგორ მუშაობს თელ მსოფლიოში. ამიტომ ასეთი ტიპის ლიტერატურის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინ რახან მარია რესა თქვი, ვახსენებ ასევე ენეფბაუმის ავტოკრატების გაერთიანებას, იმიტომ რომ მგონია, რომ აი როგორც ვთქვათ, პოლ ლინჩის მისნის სიმღერა არის ძალიან დროული, ის ახლა დოკუმენტურ პროზას განეკუთვნება, ენეფბაუმი ამერიკელი ისტორიკოსი არის, მაგრამ ის არის მეუღლე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის. ამიტომ აღმოსავლეთ ევროპას იცნობს ძალიან კარგად, თუმცა ეს წიგნი ზოგადად აღწერს, როგორ ერთიანდებიან ავტოკრატები მთელს მსოფლიოში დემოკრატიის წინააღმდეგ, როგორ შეთანხმებულად მოქმედებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ინტერესები, განსხვავებული მოცემულობა, მათ შორის განსხვავებული რელიგია, მაგრამ არის რაღაც საერთო საკითხები, სადაც ისინი ერთიანდებიან ერთი მიზნისთვის, რომ ჩვენს დღევანდელ თანამედროვე სამყაროში გაძლიერდეს დიქტატურა, იმიტომ რომ ერთის გამარჯვება მეორის გაძლიერებას გულისხმობს. რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა მაგალითად არჩევნები რომ არის აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, ხო? იქ რუმინეთს
გულშემატკივრობდით, რომ დემოკრატიას გაემარჯვა, იმიტომ რომ ჩვენც უკვე ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ხელიდან არ გამოგვეცალოს. ამიტომ პასუხი ამ წიგნის მიხედვითაც არის ის, რომ თუ კი დიქტატურული ავტოკრატიული რესპუბლიკები და სახელმწიფოები ესე ერთიანდებიან ერთი მიზნისთვის, მთავარი გასაღები მათი დამარცხების არის ის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოებიც უნდა გაერთიანდნენ და ერთიანი ძალებით აუცილებლად უნდა იბრძოლონ ამ ღირებულებებს. გასაღები არის ის, რომ ჩვენ ვიკითხოთ ეს წიგნები, რადგან უფრო კარგად აღვიქვათ სად ვართ, რა გველოდება და სად არის ჩვენი როლი. მადლობა გვანცა, მე მახსოვს ლიტერატურის გაშუქება რომ დავიწყე, ჩემი პირველი სტუმარი იყავი შენ და ძალიან ფეხბედნიერი იყო შენი სტუმრობა და ვიმედოვნებ რომ ჩემს პოდკასტშიც და მაშინ მახსოვს სულ სხვა ლიტერატურაზე ვსაუბრობდით იმ დროინდელ კონტექსტში, ალბათ 10 წლის წინანდელია ეს ამბავი და დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს, მაგრამ არ აუშავს. ამასაც გადავლახავ. რა თქმა უნდა. მადლობა გვანცა, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და მადლობა რომ გვიყურებთ.